თუ ჩვენს წინა ვლოგს უყურეთ, იცით რომ ათენში გემით ჩამოვედით კუნძულ მილოსიდან. დაახლოებით 3 საათში უკვე საბერძნეთის დედაქალაქში ვიყავით. სასტუმრო ათენის ისტორიულ ცენტრში დავჯავშნეთ, რომელიც სპორტიდან ცოტა შორსაა, თუმცა იქ მისვლა საკმაოდ მარტივია მეტროთი, რომელიც სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა გემის გაჩერების ადგილიდან. ათენში ჩამოსვლისთანავე პირველივე წუთებიდან იგრძნობთ, რომ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქში ხართ. აქ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებათ საუკუნოვანი ისტორიისა და ბერძნული ტრადიციული არქიტექტურის მქონე ულამაზესი ნაგებობები. მეტროს ბილეთის ადგურზე ვიყიდეთ, დაახლოებით 2 ევრო დაგვიჯდა და გავეწიეთ ქალაქის ცენტრისკენ. სხვადასხვა ათენის მეტროს ადგურები საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული მოგვეჩვენა. ყოველ შემთხვევაში ისინი, სადაც ჩვენ მოგვიწია გავყიდეთ. ახლა გაჩვენებ ჩვენ სასტუმროს ათენში. ძალიან საყვარელი პაწუկა ოთახია. საპირფარეშო. აქ ცალკე არის შხაპი. ესეთი და ოთახი თავისი აივანით. და ფილიპი უკვაზის აივანზე გადაყურებს ხალხს. Say hi to the camera. Just looking over my city. Your city. ნახეთ რა კარგი ხედია. სასტუმრო ავიღეთ პირდაპირ ცენტრში. ამ უბანს ქვია პლაკა. და იქით უკვე არის აკროპოლის მიმართულება. ეხა დავტოვეთ ჩანთები და იქ წავალთ. დავიწყებთ ათენის დათვალიერებას. ჩვენი სასტუმრო დაგვიჯდა 80 ევრო. მაინც და მაინც ყველაზე იაფიანი ვარიანტი არ არის, მაგრამ პირდაპირ შუა ცენტრში ვარ და ესე გვერჩინა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი დღე გვაქვს ათენში, ხვალ უკვე ბრუნდებით სახში და გვინდა რომ ყველაფრის ნახვა მოვასწროთ და ამიტომ იმისთვის ვარ დაგვეხარჯა მეტი დრო უკვე ტრანსპორტირებაზე და შორიდან აქ მოსვლაზე. გვერჩინა რომ აქ აგვეღო ეს სასტუმრო 80 ევრო დაგვიჯდა. მაგრამ ვართ აი მართლა პირდაპირ ცენტრში და აი აკროპოლისამდე არის 10 წუთი ფეხით. ასე რომ კარგი ვარიანტია ჩემი აზრით. თუმცა ზოგადად აქ გაცილებით უფრო ბიუჯეტური ვარიანტებიც არის და თუ არ გეჩქარებათ და დროში არ ხარ შეზღუდულები, შეგიძლიათ რომ გაცილებით უფრო იაფი რაღაცები მოძებნოთ. ახლა ჩვენ ვიწყებთ დათვალიერებას, თან წაგიყვანთ როგორც ყველასთვის და ყველაფერს გაჩვენებთ. ცენტრალურ ქუჩებში ძალიან საყვარელია ათენი, არ მეგონას ფოტოშორის რაღაც ძალიან ბევრი უარყოფითი კომენტარი და ის რაღაცა მოვისმინე, რომ აი უსაფრთხო არ არისო, ძალიან ვინძურია, ქურდობა და ასე შემდეგ და თავის ჯერჯერობით ძალიან მოვუწონს, ძალიან საყვარელი. თან არ ველოდი რომ ესეთი საყვარელი ცენტრი ეკრება. მართლა ესეთი დიდი ლაბირინტი ვითაა პატარა ვიწრო ქუჩების და ყველგან ტურისტული მაღაზიები, რესტორნები და საკმაოდ ლამაზია, ძალიან ლამაზი არქიტექტურაა, ძალიან მოვუწონს. ეხლა ძალიან ცხელა და მინდა და გავისეირნოთ და ალბათ 1 საათში საღამოსკენ ავალთ უკვე ზევით აკროპოლი რომ ნახოთ და აქაური მთავარი ღირსშესანიშნაობები. ძალიან მოვუწონს ეს ქალაქი უკვე, მაგრამ კუნძულებთან შედარებით, აი პირველი შთაბეჭდილება იყო, როდესაც გემიდან გადმოვედით, რომ სანამ მეტრომდე მივიდიოდით, რაღაც გზაში შეხვდა უკვე ბევრი, არ ვიცი, მათხოვრები იყვნენ თუ ნასვამი ხალხი, ну მოკლედ აი რაღაცა უცნაური გარეგნობის ხალხი იქვე ეძინათ ქუჩაში და ეს არ მომეწონა მაინც და მაინც, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან კარგია. ნახეთ რა მაგარია. სულ რესტორნებია და ეს სუვენირების მაღაზიები. ათენში არის მეტრო, 4 ხაზია სულ და ჩვენ პირდაპირ ყოველდღიან მოვედით ათენში მეტროსი და ძალიან მოსახერხებელია და ძვირიც არა. მოვედით კაცი და ქუჩა ევრო და 20 ცენტი სულ. ასე რომ გაითვალისწინეთ. რაღაცა პატარა ქუჩას ამოვყევით და ესეთი გადასახედი დაგვდა. ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი ათენში. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ათენის 360 გრადუსიანი ხედის სანახავად არის არეოპაგოსის გორაკი. აქედან აკროპოლის საოცარი ხედები იშლება. შესაბამისად, საკმაოდ ტურისტული და დატვირთული ადგილია. მოგეხსენებათ, რომ აკროპოლი ათენის ალბათ ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლია, ასე რომ ბილეთის საყიდლად საკმაოდ გრძელ რიგში მოგიწევთ დგომა, ონლაინ ყიდვის შემთხვევაშიც კი.
რადგან აკროპოლში შესვლა მხოლოდ თითო საათში ერთხელ შეიძლება, 8-დან 5 საათამდე და კონკრეტულ საათზე შეზღუდული რაოდენობის ბილეთები იყიდება. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ ჩვენი რიგიც მოვიდა და დავიწყეთ ამ საოცარი ძეგლის დათვალიერება. აკროპოლის ტერიტორია უზარმაზარია და ყველაფრის დასათვალიერებლად მინიმუმ 2-3 საათი დაგჭირდებათ. კომპლექსი რამდენიმე უძველესი ნაგებობისგან შედგება, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში აშენდა. აქედან ალბათ ყველაზე ცნობილი და ცნობადი არის პართენონი, ქალღმერთ ათენას მიძღვნილი უზარმაზარი ტაძარი, რომელიც ბერძნებმა სპარსელებზე გამარჯვების აღსანიშნავად ააშენეს. თავდაპირველად ტაძრად აგებული, მოგვიანებით ძეგლი ჯერ ქრისტიანულ ეკლესიად, შემდეგ კი მეჩეთად გადაკეთდა. და მიუხედავად იმისა, რომ მე-7 საუკუნეში ოსმალებთან ბრძოლისას შენობამ ძალიან დიდი ზიანი მიიღო, მან მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი დიდებულება. კომპლექსის სხვა უნიკალური ნაგებობებიდან ჩემი პირადი ფავორიტი გახდა ეგრეთ წოდებული ერეხთეონი, იგივე ათენა პოლიას ტაძარი. თუმცა აქ კიდევ ძალიან ბევრი რამეა სანახავი, მაგალითად ათენა ნიკეს, ეს საოცარი ტაძარი და ჩემი მეორე ფავორიტი ეს გრანდიოზული ამფითეატრი. ნახეთ რა სილამაზე, იქაც არის რაღაცა ძველი თეატრის დარჩენები. აქედან მოჩან ზღვა. მოვჩით აკროპოლის დათვალიერებას. ულამაზესია და მართლაც დამაშტავია ამდენი ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლი ერთად თავმოყრილი და ესე კარგად შემონახული, ალბათ არსად არ მინახავს. ძალიან მაგარია და მოვედით მზის ჩასვლამდე ზუსტად დაშენილია ალბათ 9 საათი და მე მგონი ყველაზე კარგი დროა, იმიტომ რომ საოცარი ფერებია და ათენით ძალიან ლამაზად მოჩანს აქედან. საღამოსკენ სიცხისგან დაღლილი ათენი იღვიძებს და ქალაქი ტურისტებით, მუსიკითა და რესტორნებიდან წამოსული მადის აუნძვრელი სონებით ივსება. ხალხი სეირნობს, ყიდულობს სუვენირებს და მიირთმევს უგემრიელეს ბერძნულ კერძებს ღვინოსთან ერთად. სიტყვებით ვერ აღწერ, რა საოცარი და ამავდროულად უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ვახშამს მიირთმევ 1000 წლიანი ისტორიის მქონე იუნესკოს ძეგლების ფონზე. ათენში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.